გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ტრეიდინგში ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად და კარგ ინსტრუმენტზე, რომელიც არის moving average, რომელსაც ვიყენებ ყოველდღიურობაში და არის საკმაოდ გამოყენებადი და კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დავიხმაროთ ყოველდღიურობაში ტრეიდინგისთვის და გვაძლევს საკმაოდ კარგ ინფორმაციებს. აქვს რამდენიმე გამოყენების მეთოდი, ვისაუბრებთ თითოეულზე დღეს. გეტყვით, როგორ შეგვიძლია ამის ირგვლივ ავიღოთ სტრატეგიები. პირველ რიგში რომ დავიწყოთ იქიდან თუ რა არის moving average? Moving average არის მოძრაობის საშუალო. ამ მოძრაობის საშუალოს გამოითვლის იმის მიხედვით, თუ რა ოდენობის სანთლების უკან გახედვაზე მიუთითებთ. მაგალითად, მიუთითებთ 5 სანთლით უკან გახედვაზე, მიუთითებთ 10 სანთლით უკან გახედვაზე, 20-ით თუ, რა ციფრსაც მიუთითებთ, მაგის მიხედვით იყურება უკან, უყურებს გასული 5 სანთლის მოძრაობას, მაგალითად 5-ს თუ ავიღებთ და 5 მოძრაობის 5 სანთლის მიხედვით გამოითვლის საშუალო ფასი ამ 5 მოძრაობის გარშემო, სად აქვს საშუალო ფასი. ამ საშუალოს შეგვიძლია შევხედოთ ამ სტანდარტული გადახრის მიხედვით, ასაც ხშირად ვახსენებ ხოლმე. ფასი ძირითადად არის მიდრეკილი იმისკენ, რომ დაბრუნდეს ამ საშუალოსთან. გვაჩვენებს ამ საშუალოს და ამ საშუალოს ირგვლივ, როგორც ვიცით, -1 და 1 შორის მოდის დისტრიბუციის და 68%, -2 და 2 შორის მოდის 95%, ძირითადად გვაინტერესებს ეს ორი. და ამის მიხედვით ითვლის ამ საშუალოს და ამას ვიყენებთ ტრეიდინგისთვის. როგორც გითხარით, რამდენიმე მეთოდი აქვს და გეტყვით ყველას თუ როგორ გამოვიყენოთ. ამ შემთხვევაში ვიღებ ხოლმე მე დამრგვალებულ ციფრებს, როგორც არის 5, 10, 20, 50, 100 და 200 და ამ ციფრებს ვიყენებ იმიტომ, რომ ვიცი რომ სხვა ტრეიდერებიც იყენებენ, ძირითადი დატვირთვა არის ამაში ეს. არ ვიღებ მაგალითად 27-ს, 41-ს, მაგალითად ან 56-ს. მაგალითად მომწონს ეს ციფრი, ვიღებ ამ ციფრებს იმიტომ, რომ ვიცი რომ სხვა ტრეიდერებიც უყურებენ, სხვა ტრეიდერებიც იღებენ ამ moving average-ების გამო ტრეიდებს, აქედან გამომდინარე აქვს ძალა. და როგორც ამ სტანდარტული გადახრის მიხედვითაც რომ ავიღოთ, აქედან გამომდინარე, ან მათემატიკური კუთხითაც რომ შევხედოთ, ამიტომ არის გამოყენებადი. ზოგი იყენებს როგორც trend line-ებს, მაგალითად ამ moving average-ის მაგალითად, მაგრამ trend line-ი უფრო სუბიექტურია, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება trend line გაავლოს აი ასე, ვიღაცამ გაავლოს trend line-ი ასე, ვიღაცამ კიდევ სხვანაირად, ვიღაცამ აი ასე კიდევ. და ეს არის სუბიექტური trend line-ი, ვინ როგორ გაავლებს ამას სუბიექტურია და ინდივიდუალურად ყველა თავისებურად ავლებს, ამიტომ უფრო ნაკლებად აქვს ამას ძალა და ამ moving average-ს ყველასთვის ერთნაირად მოძრაობს და ყველას აჩვენებს ერთი და იგივეს. შესაბამისად უფრო მეტი ძალა აქვს. ამიტომაც ვიყენებ არა trend line-ს, არამედ moving average-ს. ეს არის თვითონ რა არის moving average-ი? გამოყენების კუთხით აქვს ძირითადად ორი გამოყენების პრინციპი აქვს. ერთი არის moving average-ების გადაკვეთა ერთმანეთთან. რამდენიმეს გავაკრობ ახლა, რომ მივხვდეთ რაზეა საუბარი. მაგალითად, ზოგი იყენებს ორ moving average-ს, შეიძლება 3 გამოიყენოს, მაგრამ ძირითადად ორს იყენებენ. იყენებენ მაგალითად 10 moving average-ს პირობითად და 20 moving average-ს. ეს არის ძირითადად მოკლე ტრეიდებში ყველაზე გავრცელებული ძირითადად. ზოგი 9-ს იყენებს და 20-ს მაგალითად, ან 21-ს, ზოგი იყენებს 8-ს და 20-ს, მაგრამ ძირითადად არის ახლოს ამ 10-თან და 10 და 20-ია ძირითადად. ეს 20 დამატებით სხვა 20 moving average-ი სხვა ინდიკატორებშიც არის გამოყენებული, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის 20. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოიყენება Keltner channel-ში არის ესეთი ინდიკატორი, რომელიც დამატების სტანდარტული გადახრებიც აქვს ზემოთ და ქვემოთ, გამოითვლება ATR-ის მიხედვით, ეს ATR არის განსაზღვრავს ვოლატობას, რამდენად დიდი მოძრაობა არის
მარკეტში მომენტისთვის და ამის მიხედვით გამოითვლის ამას, არის კიდევ Bollinger Bands-ი, იქ იქაც 20 გამოიყენება, ანუ არის სხვა ინდიკატორების, რომლებიც იყენებს 20 კონკრეტულად და 20-ზე ძირითადად 20 რომ ეხება, ვიცით რომ სხვა ინდიკატორების ერთვება იქ, სხვა ტრეიდერების ერთვებიან იქ, იმიტომ რომ 20 ბევრგან არის გამოყენებული და 20 არის უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ ამ შემთხვევაში მე გეტყვით უშუალოდ მე როგორ ვიყენებ და ამ შემთხვევაში 10 და 20-ის გადაკვეთაზე ვისაუბროთ, თუმცა ეს შეიძლება სხვა ციფრებიც იყოს, შეიძლება 5 და 10 იყოს, შეიძლება 20 და 50 იყოს, ასევე ზოგი იყენებს 50 და 200. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მაგალითზე ვისაუბროთ, ესეც მოგცემს იმ ინფორმაციას, რაც გვჭირდება ამ შემთხვევაში მაგალითისთვის. ამ შემთხვევაში როგორც ვისაუბრეთ, 10 გვიჩვენებს ბოლო 10 სანთლის უკანი ხედება და ამ 10 სანთლის საშუალოს გამოითვლის და ამის მიხედვით მოძრაობს, 20 გამოითვლის ბოლო 20 და მაგის მიხედვით მოძრაობს. გამომდინარე აქედან 10 moving average რომ დაიწყებს ზემოთ მოძრაობას და რომ გადაკვეთავს 20, ეს არის მანიშნებელი იმის, რომ ტრენდი იწყებს ზემოთ ცვლას. ეს ამისთვის იყენებენ ამ კვეთას. ეს არის ერთი მეთოდი, როგორც იყენებენ ტრეიდერები ამას, ასევე როცა ასე მოძრაობს, რომ ახლოს არის ერთმანეთთან ძალიან და არ აქვს გადაწყვეტილი მიმართულება ტრენდს, ეს არის ესეც გვეუბნება, ისე ფასტ რომ შეხვედრით, ისაც ხედავთ, რომ კონსოლიდაცია, მაგრამ ესეც გვეუბნება, რომ არ აქვს მარკეტს გადაწყვეტილი საით უნდა ჯერ წასვლა და არის კონსოლიდაციაში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია აქ ტრეიდები არ ავიღოთ. სტრატეგიის კუთხით რომ შევხედოთ, ფასთან ერთად შეგვიძლია ესეც გამოვიყენოთ, ყველაფერი ჯობია რომ გამოვიყენოთ ფასთან ერთად, თუმცა ზოგი იყენებს უბრალოდ კვეთას, აი მაგალითად აქ გადაკვეთა, აი აქ აიღებს ტრეიდს, აქაც აიღებს ტრეიდს, ანუ ყველგან სადაც კი გადაკვეთავს, მოკლედ აიღებს ტრეიდს, ზოგჯერ გააჩერებს, ზოგჯერ მისკენ წავა ტრეიდი. ზოგი იყენებს ასე. თუმცა მე მირჩევნია რომ ყოველთვის გამოვიყენო ფასთან ერთად. ამ შემთხვევაში რას გვეუბნება ფასი და შემდეგ უკვე მაგის მიხედვით დავალოდოთ ამას როგორც დამატებით დასტურს ისე. აი ეს შემთხვევა რომ განვიხილოთ პირობითად აი აქ მაგალითად აი აქედან რომ ვიყოთ პირობითად მოკლედ გაარღვია სტრუქტურა ზემოთ მიდის მარკეტი, აქ უკან სხვა სიტუაცია იყო, მაგრამ კონკრეტულად ამ მაგალითზე ვისაუბროთ, შეგვიძლია ულიმიტოდ მოძრაოს მარკეტი და ბევრი მაგალითი შეიძლება ასე მოგცეს. ამ მაგალითზე ვისაუბროთ კონკრეტულად, მაგალითად აი აქ გაარღვია სტრუქტურა. ანუ სტრუქტურის გარღვევასთან ერთად რომ ვნახავთ, შეგვიძლია მაშინ ავიღოთ. Moving average-ები არის. Moving average-მა აქამდე მანამდე გადაკვეთა ერთმანეთი. როცა გადაკვეთავს უკვე ფასსაც, როდესაც გაარღვევს, შეგვიძლია მაშინ ავიღოთ ეს ტრეიდი. დავუდოთ ან moving average-ების ქვემოთ მაგალითად, პირობითად აი ამ 20-ის ქვემოთ, ან სტრუქტურის ძირში, ან სანთლის ძირში. ეს შეგვიძლია რომ გავტესტოთ. და ავიღოთ აი ამ გზით. აი აქ შევიდეთ მაგალითად ტრეიდში, შემდეგ წამოვიდა და ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდა. აქ გაგვაჩერა პირობითად. ამ ისევ შემდეგ შეგვიძლია იგივენაირად გამოვიყენოთ აი აქ. გაარღვია სტრუქტურა. Moving average-მაც აი აქ გადაკვეთა, შეგვიძლია შევიდეთ, ანუ დავუდოთ როგორც ვიცით ისე სანთლის ძირში, ან moving average-ების ძირში, ან სტრუქტურის ძირში. ამ შემთხვევაში აი მაგალითად ასე ვწადოთ. ეს ყველაფერი არის გასატესტი, რეალურად. ყველა მეთოდი ინდივიდუალურად არის საჭირო რომ გაიტესტოს და რომელიც უფრო მოსახერხებელია და რომელიც უფრო საშენოთ არის, ის გამოიყენო. შეიძლება მაგალითად სანთლის ქვემოთ გამოიყენო მარტო, როგორც კი გაარღვევს მაგალითად სტრუქტურას და moving average-ების გადაიკვეთება იმ სანთელზე შეხვიდე ზუსტად და სანთლის ბოლოშივე დაუდო, მაგალითად stop loss-ი, თუმცა უფრო მეტჯერ შეიძლება რომ გაგაჩეროს, შეიძლება დაუდო უფრო მეტჯერ გაგაჩეროს, მაგრამ მაგალითად მოგება გქონდეს ამ შემთხვევაში თუ გაქვს პირობითად 2.1
6 პირობითად აქ გქონდეს 1.7. ანუ თუ აქ დაუდებ საერთოდ 0.93 აქ. ამიტომ აქ რომ დაუდებ შეიძლება მეტჯერ გაგაჩეროს, მაგრამ risk reward-ი, ანუ უფრო დიდი მოგებები გქონდეს. აქ თუ დაუდებ მაგალითად შედარებით პატარა მოგება გქონდეს, მაგრამ ნაკლებად გაგაჩეროს და აქ თუ დაუდებ კიდევ უფრო ნაკლებჯერ გაგაჩეროს, მაგრამ უფრო ნაკლები გქონდეს მოგება. ამიტომ ყველა გატესტე, რომელიც უფრო შენ ფსიქოლოგიას, რომელიც უფრო მოერგება და რომელიც უფრო იქნება შენთვის უკეთესი, ის გამოიყენო. და დაუმიზნოთ შემდეგ, მაგალითად, აი აქეთ გამოვიხედოთ და აი ამ წინა სტრუქტურის თავს, ან აი აქ უფრო ზემოთ სტრუქტურის თავს. ერთი მეთოდი არის გამოყენების აი ეს. ასევე რევერსალებშიც გამოიყენება, ანუ ესეც რეალურად რაღაც კუთხით რევერსალის ტრეიდია. უფრო სხვა მაგალითი ავიღოთ. მაგალითად, აი აქ ვართ პირობითად, ლოკალურად ვართ დაუნტრენდში. აი აქ გაარღვია. აქაც გაარღვია. ანუ დიდი ტრენდი რომ ავიღოთ და შემდეგ ვუყურებთ რას? შემდეგ ვუყურებთ რომ მაგალითად აი აქ დაიწყო გარღვევა, ანუ გაარღვია სტრუქტურა და ველოდებით შემდეგ retestს. ეს უფრო მაღალი time frame-ებისა არის, ალბათ ლოკალური მაგალითი ჯობია ავიღოთ ეს 4 საათიანის მაგალითი უფრო. აი მაგალითად აქ. აი აქ გაარღვია ფასმა და რომ წამოვა retest-ზე, ანუ სტრუქტურის შეცვლა როდესაც ხდება. რომ წამოვა retest-ზე, აი წამოვიდა retest-ზე, retest-ის მერე, როგორც კი retest-ი მოხდება, დაველოდოთ ამ moving average-ების კვეთას და კვეთა რომ გვექნება იმ სათელზე შევიდეთ, მაგალითად. აი წამოვიდა აქ retest-ზე, გატესტა ეს ტერიტორია და აქ უკვე გადაკვეთა და შევიდეთ აი რევერსალის კუთხით, აი აქ. ამ სანთლის ბოლოში დაუდოთ, ან სტრუქტურის ბოლოში დაუდოთ და ასე შევიდეთ ტრეიდში და დავუმიზნოთ მაგალითად შემდეგი სტრუქტურის თავს, აი აქ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ასე. ეს არის, ანუ ეს კვეთა არის ეს ერთი მეთოდი გამოყენების, მე რეალურად ამას არ ვიყენებ, მე სხვა მეთოდები მაქვს და გეტყვით ახლა უკვე მე რა მეთოდებს ვიყენებ. ძირითადად განისაზღვრება ტრენდი და ეს moving average-ების მოძრაობა, ასე რომ არის სწრაფი ტრენდის moving average-ები, რომ უცებ სწრაფად რაც მოძრაობს ძლიერი ტრენდი, რომლისთვისაც ვიყენებ აი ამ 5-ს, 10-ს და 20-ს. და უკვე ნელი ტრენდი, როცა უკვე pullback-ზე წამოვიდა, შენელდა ის იმპულსი აღარ ქონდა ფას, ქვემოთ წამოვიდა, შენელდა და შემდეგ უკვე გააგრძელებს ზემოთ და ამისთვის არის უკვე 50, 100 და 200. ეს არის უკვე შენელებული ტრენდისთვის, რომ ის სწრაფი იმპულსური მოძრაობა მორჩა, წამოვიდა retest-ზე, შენელდა ტრენდი, იქ თავიდან ააგროვოს ძალა და შემდეგ გააგრძელოს ტრენდის მიმართულებით. ამისთვის არის უკვე 50, 100 და 200. ვისაუბროთ სწრაფ ტრენდზე და ვისაუბროთ შემდეგ ნელ ტრენდზეც. როგორ ვიყენებ მე? ამ შემთხვევაში მაგაც არის რეალურად ესეც მაგალითია, მაგრამ უფრო ძლიერი ტრენდებით შეგვიძლია შევხედოთ. ძლიერ ტრენდში შეგვიძლია შევხედოთ. რომ გადაიკვეთება ეს ყველა აი ასე და მიდის მაგალითად ერთი მიმართულებით. რომ დაიწყო ტრენდი. ეს მაგალითად აი აქ წინა მეთოდით ავიღეთ, აი აქ სტრუქტურა გაარღვია, წამოვიდა retest-ზე, აი აქ გადაკვეთა, მაგალითად აი აქ შევედით და დავუმიზნეთ ზემოთ. ეს ერთი მეთოდი წეგან რაც ვისაუბრეთ. მეორე მეთოდი უკვე რომ გადაკვეთოს ყველა ერთმანეთს ზემოთ, ხედავთ უკვე ნათლად რომ მიდის, დაიწყო მოძრაობა ზემოთ, აქაც გაარღვია. შემდეგ ველოდები რომ გატესტოს ამ moving average-ებიდან ერთ-ერთი. ეს მოკლე ტრენდი არის, აქ არ იძლევა ისეთ ნათელ მაგალითს, სხვებით შეგვიძლია ვნახოთ. აი ამ ტრენდში მაგალითად რომ გადაკვეთა და რომ დაიწყო მოძრაობა, გატესტა 6. აქ უფრო შენელებული ტრენდის მაგალითია, მოდით სხვა შევხედოთ, რომ უფრო ნათელი იყოს ეს ყველაფერი. აი აქ შევხედოთ. მე როგორ ვიყენებ. დაიწყო მაგ ტრენდი, ხედავთ აი აქ გაარღვია, წამოვიდა ზემოთ და
ველოდები იმას, რომ გატესტოს ერთ-ერთი ამ სწრაფი ტრენდისთვიდან ერთ-ერთი moving average. ამ შემთხვევაში გატესტა 10. აი აქ. აქ პირველზე არ ვიღებ trades. სხვა მეთოდები გვაქვს, რითიც შეიძლება ავიღოთ, მაგრამ უშუალოდ moving average-ებზე რომ ვისაუბროთ, აქ არ ვიღებ trades. ველოდებით რომ გატესტოს და გაარღვიოს შემდეგ სტრუქტურა. დავორწმუნდეთ იმაში, რომ ეს 10 დაარესპექტა და მერე წავიდა ზემოთ. შემდეგ უკვე ამას რომ ნახავთ, რომ ეს 10 დაარესპექტა და წავიდა ზემოთ, შემდეგ უკვე ველოდებით ამ 10-ის გატესტვას. რომ ეს 10 გატესტოს, აი აქ რომ მოვა უკვე ფასი. აი აქ უკვე ველოდები რეაქციას. და აქედან უკვე ველოდები რომ ავიღო ტრეიდი ზემოთ მიმართულებით. აი ამ ტერიტორიაში ჩავდივარ მე შემდეგ დაბალ დროებში და ამ დაბალ დროებში ველოდები უკვე დასტურს იმისთვის რომ ავიღო ტრეიდი. შეგვიძლია ამავე დროში შევიდეთ მაგალითად, როგორც კი ვნახავთ რომ გატესტა და ეგრევე რეაქცია ქონდა, შეგვიძლია მაგალითად ამ სანთელზევე შევიდეთ, აი ეგ მაგალითად და დავუმიზნოთ. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რას დავუმიზნებთ, რამეს დავუმიზნოთ. მე ვიყენებ ასე, რომ ჩამოვდივარ დაბალ დროში. აი აქ ერთ წუთიანში და ამ ერთ წუთიანში ახლა ველოდები დასტურს. და სად მაქვს ეს დასტური? აი ეს დასტური მაქვს აი აქ. რეალურად აი ეს წითელი სანთელია, მაგრამ აი ესეც სტრუქტურული იყო, იმიტომ რომ აი ზემოთ წამოვიდა და შემდეგ წამოვიდა ისევ ქვემოთ. ამას რომ გაარღვევს და იქ ვიცი რომ აქ ამას უბრალოდ ვიყენებ უკვე დასტურისთვის, რომ როგორც კი შემოbrunდება ერთ წუთიანმა უბრალოდ მინდა მომცეს ნიშანი, რომ შევიდე ტრეიდში, იმიტომ რომ იქ ის დასტური მაქვს, რომ 10 moving average გატესტა, ამიტომ აქ უბრალოდ მინდა დასტური, სხვა არაფერს არ ველოდები ერთ წუთიანისკენ. ერთ წუთიანი როგორც კი მომცემს დასტურს, ეგრევე შევდივარ. აი თუნდაც აქ ვცადოთ, აი აქ შევედი მაგალითად, თუმცა აი უფრო დაბლა მოგცა, აი აქ მოგცა დასტური, აი ამ სანთელზე მოგცა. შევედი აი აქ და შემდეგ ავდივარ ისე თავარ ჩემ დროში, სადაც რომელშიც გამიტესტა ეს 10 moving average და აქედან უკვე უმიზნებ, ან ამას, ან ნებისმიერ რამეს, რას დავუმიზნებ, ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვიღებ trades. ამ შემთხვევაში ეს არის აქ თავარი მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ამას. აი ასე ვიყენებთ ამ moving average-ს. შემდეგ ისევ გაგრძელდა, აქ 20-ს გატესტა და ისევ გააგრძელა ზემოთ. ზემოთ ისევ გააგრძელა და ისევ იგივე. გაარღვია ტრენდი და გატესტა 6, 5 გატესტა აქ. ანუ ისევ რომ მოვა 5-თან, ისევ ველოდები იგივეს. რომ აქ 5-თან რომ მოვიდა, ისევ ვაკეთებთ იგივეს. ან შევდივართ აქ, ან შევდივართ ისევ დაბალ დროში და ასე ვიღებთ trades. ისევ იგივე. სანამ არ შემოტრიალდება. რევერსალებზე, ან იმის მაგალითზე რომ დავორწმუნდეთ, რომ მაგალითად ტრენდი იცვლება და პოტენციურად შეიძლება შემოbrunებული ან რევერსალის ტრეიდი ავიღოთ, გვეხმარება ამაშიც იგივე, იმ moving average-ს, რომელსაც აქამდე არ ესპექტებდა და პატივს სცემდა, ამ შემთხვევაში მაგალითად აქ 6, პირობითად, 5 იყო ეს, 5-ს სცემდა პატივს და აქ რას ვხედავთ? 5 აღარ დაარესპექტა. სტრუქტურასაც რომ გაარღვევს. აქ უკვე პოტენციურად ველოდებით იმას, რომ შეიძლება ტრენდი წამოვიდეს ქვემოთ. შევხედოთ, ამ შემთხვევაში ძირითადად ხდება ხოლმე, აი ამისთვის ვიყენებთ ამ დიდ moving average-ებსაც. შევხედოთ ამებსაც. ძირითადად ეს ყველა, როდესაც არის ერთი მიმართულებით, აი აქაც გატესტა და აქაც გატესტა. ერთი მიმართულებით, როდესაც არის ყველა. ძირითადად, როდესაც ტრენდი, აი მაგალითად აქ 5 აღარ დაარესპექტა, ქვემოთ რომ წამოვა, ძირითად შემთხვევაში ამ 3-დან ერთ-ერთს ტესტავს ხოლმე,
და კიდევ ერთი ზემოცვლა კიდევ აქვს ხოლმე. აქაც წესით მოგცემს მაგალითს, აი 50 გატესტა აქვს. უბრალოდ ესე ბრმად არ ვიღებთ ამ ტრეიდს, აქაც ველოდებით იგივე დასტურს. და დასტური არის ისევ ფასი. ველოდებით რომ ფასმა დაგვიდასტუროს ის რომ სტრუქტურას არღვევს. აი, გაარღვიოს მაგალითად. ამას ველოდებით. ამას რომ ვნახავთ, ამის შემდეგ უკვე შევდივართ ტრეიდში. ესე იგივენაირად. ნუ აქ იმპულსით გაარღვია, შეგვიძლია პირდაპირ იმპულსზე შევიდეთ. შემდეგ ისე ველოდებით რომ ამ შემთხვევაში ისევ პატარა ტრენდს უყურებთ, რომ აქ მე რომ წამოვიდა გატესტავს თუ არა რომელიმეს, თუმცა აქ არც ერთი არ დაარესპექტა, პირდაპირ ქვემოთ წამოვიდა და 50-თან ჩამოვიდა. შემდეგ აქ 50-ზე ველოდებით ისევ იგივეს, რომ სტრუქტურა გაარღვიოს, მაგრამ აი ნახეთ, აღარ გაარღვია სტრუქტურა, აღარც ამას აღარს საპატივი, აღარ არესპექტებს რეალურად, აღარც 50-ს. ძირითადად შემდეგ ამ ერთ-ერთიდან რომ გატესტავს ხოლმე ან 50-ს, ან 100-ს, ან 200-ს, შემდეგ ერთხელ უკვე რომ გატესტავს, სხვა, მაგალითად 50-ს რომ გატესტავს, აღარ ველოდებით იმას, რომ მაგალითად შემდეგ უკვე 100 გატესტავს და 100-ის მერე გააგრძელებს ზემოთ, ან 200-ს გატესტავს და მერე გააგრძელებს ზემოთ. აქ უკვე ველოდებით იმას, რომ წესით მარკეტი წამოვა ქვემოთ. ზემოთ ველოდებით შემდეგ უკვე დასტურს. დასტური რომ გვექნება, შემდეგ შეგვიძლია ავიღოთ ქვემოთ მიმართული ტრეიდი. ნუ აქ აღებულიც მქონდა, როგორც ჩანს ტრეიდი. ასე მუშაობს, ასე ვიყენებ მე. აი აქ ყველგან არის რეალურად ერთი და იგივე. ველოდებით სწრაფი ტრენდს პირველ რიგში, სწრაფი ტრენდზე რომელს დაარესპექტებს, აი აქ 5 დაარესპექტა, მისევ 5-თან რომ მოვა, რომ გატესტავს, რეაქცია ექნება თუ არა დაბალ დროს შევყურებთ, თუ არ ქონდა რეაქცია და გაარღვია, ეს გვაძლევს რევერსალის ნიშანს, რომ ეს ტრენდი გაჩერდა და სწრაფი ტრენდი მორჩა და პოტენციურად 50-თან, 100-თან, 200-თან ამოვა, თუ ყველა ერთი მიმართულებით არის. და ამიტომ ისევ ამავე მიმართულებით ტრეიდს არ ვიღებთ, სანამ ამ 3-დან ერთ-ერთს 50-დან, 100-დან, 200-დან ერთ-ერთს არ გატესტავს. აი ამ შემთხვევაში ისევ ზემოთ გააგრძელა. აქ რეალურად ყველა ეს ხაზოვნად არ იყო, ჯერ ამ moving average-ებისთვის უკვე down ტრენდი არის ის, რომ 50 200-ის ქვემოთ არის 100, 100-ის ქვემოთ არის 50 და ასე თანმიმდევრობით არის ერთი მიმართულებით ყველა. როცა ეს არეული არის ერთმანეთში, ესე გაურკვეველია ზუსტად რომელია შერეულად მოძრაობს, ამ შემთხვევაში უკვე სხვა მეთოდებით შეგვიძლია გამოვიყენოთ და სხვა მეთოდებით ვითრეიდოთ. უშუალოდ moving average-ებს გავეშვათ, აი ამ დროს, როცა არის ესე არეულად. ამის მიხედვით არ ავიღოთ ტრეიდები. ავიღოთ სხვა მეთოდებით. შევხედოთ ისე რამდენიმე მაგალითს, იქნება კარგი მაგალითები კიდევ. აქ კონსოლიდაციაში იყო იმ აღარ დროში, რომ შეხედოთ დიდი კონსოლიდაცია ქონდა, აი აქ დაიწყო გატრენდვა ის. აი აქ გვაქვს კარგი მაგალითები კიდევ. აი კარგია, 50 გატესტა. და ჯერ შემდეგ დაიწყო ისევ სწრაფი ტრენდი. ანუ სწრაფი ტრენდიდან დაველოდოთ 5-ს, გატესტა აქ 5, წამოვიდა აქ დაველოდოთ, უკვე აქ შევედით ტრეიდში. შემდეგ წამოვიდა 20 გატესტა და 20-ს რომ გატესტავს, ველოდებით რომ გაარღვიოს. ანუ ეს არის ჩვენ დასტური რეალურად იმის, რომ მაგალითად ეს moving average დაარესპექტა არის ის, რომ გატესტვის შემდეგ უნდა გაარღვიოს სტრუქტურა. ეს არის დასტური რეალურად. აქ 20 გატესტა არაფერი, გატესტა კიდევ, მთლიანობას შემდეგ გაარღვია, რეალურად დასტური მოგცა. გაარღვია აქ, აი აქ რომ მოვა ისევ 20-თან, ველოდებით იგივეს, რომ გააგრძელოს ისევ ზემოთ. ისევ იგივენაირად შევდივართ, რომ ვნახავთ, რომ ჩამოვიდა, გატესტა და კონდა რეაქცია, ისევ შევდივართ და უმიზნებთ ნებისმიერ რამეს, რას უმიზნებთ აქ უკვე ინდივიდუალურია ესეც. ისევ ზემოთ წავიდა, ისევ სულ იგივე არის, მოკლედ.
ერთი და იგივე მეთოდით ვიყენებთ ამ მუნგევერჯს. ველოდებით პირველი რომელს გატესტავს, აი გაარღვია, გატესტა 5, გაარღვია ზემოთ, წავიდა, ისევ ველოდებით 5-ის გატესტოს. გატესტა 5, ისევ წავიდა ზემოთ. აი შემდეგ უკვე ისევ 5-ზე აღარ ქონდა რეაქცია, აღარ დაარესპექტა 5, ჩამოვიდა ქვემოთ, შემდეგ ვიღებთ რევერსალზე შეგვიძლია შევიდეთ. აი ამ მეთოდით ვიყენებთ. აი ამ შემთხვევაში ახლა უკვე ჩამოვიდა 200 გატესტა. აქაც სტრუქტურის გარღვევას უნდა დაველოდოთ, რომ დავrწმუნდეთ. აი სტრუქტურა სად გაარღვია? აი აქ, აქაც გაარღვია რეალურად, აი აქ. აი აქაც გაარღვია. ჩამოვიდა, ჩამოვიდა, აქ ავიდა, ჩამოვიდა და მერე წავიდა ზემოთ. სტრუქტურას აი რომ შეეხება, რომ გატესტავს და მერე რომ სტრუქტურას გაარღვევს, ეს არის დასტური იმის, რომ შევიდეთ ტრეიდში. დავუმიზნოთ რამეს. ასე ვიყენებ მე. ამ moving average-ებზე კარგად მუშაობს ჩემთვის 15 წუთიანში 100 moving average და რატო? იმიტომ რომ 24 საათში არის 96 15 წუთი, ანუ 100 უყურებს რეალურად გასულ ერთ დღეს. ანუ day trader-ი ვინც არის, ანუ მე ყოველდღიურად ტრეიდობ, day trader-ი ვარ და ამ შემთხვევაში 100 მადგება კარგად, იმიტომ რომ ანუ ვიცი რომ 100-ის ზემოთ რომ არის ფასი, ანუ მოლოდინი მაქვს რომ ფასი წავა წესით ზემოთ. და უკვე ამ დამატებით moving average-ებს და ფასს ვიყენებ უკვე იმისთვის რომ ამ მიმართულებით ავიღო ტრეიდი. 100 რომ ჩამოწდება ქვემოთ და 100 რომ ასდება ზემოთ. აი ასე ვიყენებ ძირითადად მე 15 წუთიან ჩარტს ვიყენებ ყოველდღიურობაში ძირითადად და გამომდინარე აქედან ეს 100 კარგად მეხმარება ამიტომ. ასევე გამოყენების კუთხით ერთკვირიან ჩარტზე არის ძალიან გამოყენებადი 50 moving average და ესეც რატო? იმიტომ რომ 50 moving average ერთკვირიან ჩარტზე უყურებს გასულ ერთ წელს. 52 კვირა არის წელიწადში, 50 უყურებს გასულ ერთ წელს. ანუ ესეც იგივე. ანუ ეგ გასული ერთი წლის მანძილზე საშუალოს უყურებს. რა იყო მოძრაობის საშუალო? ანუ ამ საშუალოს ზემოდან რომ ამოვა, ესე იგი არის ტრენდი ზემოთ. ამის ქვემოთ რომ წამოვა, არის ტრენდი ქვემოთ. ანუ ეს ახლა ტრეიდისთვის ერთკვირიან ჩარტს იმდენად არ ვიყენებთ, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ინვესტიციისთვის. რომ რაღაც დიდი თანხით მაგალითად შევიდეთ, ვიყიდოთ, აი ამ ტერიტორიაზე მაგალითად, აი ამ ტერიტორიაზე, ესეც ფასთან ერთად შეგვიძლია გამოვიყენოთ. მაგალითად დაველოდოთ სტრუქტურის გარღვევას. სტრუქტურის გარღვევას რომ ვნახავთ და retest-ზე რომ წამოვა. გარღვია აქ, ოდნავ ავსწდა. retest-ზე წამოვიდა. რომ ვნახავთ მე რომ ამ 50-ს მაგალითად აი ძლიერი სანთელით გაარღვია, ამოსწდა. აი აქ შეგვიძლია რომ უკვე დავაინვესტიროთ მაგალითად, შევიდეთ რაღაც ჩვენი კაპიტალის რაღაც ნაწილს და ამ ტრეიდში შეიძლება ვიყოთ წლები, 1 წელი, 2 წელი, შეიძლება უფრო დიდხანს. და წავიდეს ჩვენ სასარგებლო ტრეიდი. და ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს 50, რაც არის ძალიან გამოყენებადი. მარტო მე არ უყურებ, ბევრი უყურებს ამ 50-ს და ამიტომ აქვს ძალა და რეალურად საშუალოს მაჩვენებლის მიხედვითაც, ამ სტანდარტული გადახრის მიხედვითაც, რეალურად კარგ დატას გვაჩვენებს, კარგ ინფორმაციას გვაჩვენებს, იმიტომ რომ გასულ ერთ წელს უყურებს, გასული ერთი წლის მოძრაობის საშუალოს უყურებთ, სად არის მოძრაობის საშუალო და ამის ზემოთ თუ არის ფასი, არის ზემოთ მიმავალი, თუ ქვემოთ არის ქვემოთ მიმავალი. კარგ ინფორმაციასაც გვაძლევს. ეს ინვესტირება მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ, ანუ როგორც ვიცით, მუდმივად იბეჭდება ფული, მუდმივად ბეჭდავს ყველა სახელმწიფო ფულს და ცირკულაციაში, ანუ მუდმივი ინფლაცია გვაქვს რეალურად, ცირკულაციაში მუდმივად ეშვება ახალი ფული.
ყოველწლიურად მაინც იბეჭდება რაღაც ოდენობის ფული, იქ ამერიკა ბეჭდავს, იქ ჩინეთი ბეჭდავს, იქ რა ჩვენ შემთხვევაში საქართველო ბეჭდავს, ანუ ყველა ქვეყანა ბეჭდავს მოკლედ ფულს. და ვართ მუდმივ ინფლაციაში. და ამ ფულის ბეჭდვა შეუძლიათ ულიმიტოდ. უბრალოდ რაღაც ბირკეტებს მაინც იყენებენ, რომ 24/7-ზე არ ბეჭდავენ. კიდე კარგი რომ ერთ დღეში არ დაეკარგოს ფულს ძალა. მუდმივ ინფლაციაში რადგან ვართ? გამოდის რომ მუდმივად რაღაც ახალი ფული მუდმივად შემოდის მარკეტში, რაც რეალურად შემდეგ იწვევს იმას, რომ აი ეს მაგალითად ოქროს ფასი მიდის ზემოთ, ბიტკოინის ფასი მიდის ზემოთ, იქ სტოკების ფასი მიდის ზემოთ, აი ამიტომ მიდის რეალურად ამ ყველაფრის ფასები ზემოთ, რომ ეს ახალი ფული რომ შემოდის მარკეტში, ანუ ეს არის რეალურად ლიკვიდობა, როგორც ლიკვიდობა ასე შეგვიძლია შევხედოთ. მარკეტს რა ამოძრავებს? მარკეტს ამოძრავებს ლიკვიდობა, ფული ამოძრავებს, ხო? რაც უფრო მეტია ფული, მარკეტის უფრო მიდის ზემოთ. იმიტომ რომ მეტი ლიკვიდობა შედის მარკეტში, რაც იწვევს ფასის ზრდას. ამიტომ მიდის ეს ყველაფერი ზემოთ. რაც უფრო მეტი ფული იბეჭდება, უფრო ზემოთ მიდის ოქრო, უფრო მეტ ზემოთ მიდის სტოკები, უფრო ზემოთ მიდის ბიტკოინი. ამ შემთხვევაში ჩვენს ფულს რეალურად cash-ს, რაც გვაქვს, cash ჩათვალე რომ ყოველდღიურად ეკარგება ძალა. ყოველდღიურად. ამ დღეს თუ მაგალითად 100 ლარით რაღაც შეიძენ, პირობითად ანუ რაღაც მარტივ მაგალითზე რომ ავიღოთ. პირობითად 100 პურზე რომ პირობითად ვიძახი 100 პურს თუ იყიდი 5 წლის მერე ვეღარ იყიდი ამ 100 ლარით 100 პურს. ვიყიდი 50 პურს. ანუ ძალა აღარ აქვს, იმიტომ რომ მეტი დოლარი შემოვიდა ცირკულაციაში, რაც უფრო მეტია დოლარი, რაც უფრო მეტი არის cash-ი, უფრო ნაკლები ძალა აქვს, რომ რაღაც ის პროდუქტი შეიძინო იგივე ფასად ვეღარ შეიძინო, იმიტომ რომ ძალა აღარ აქვს ამ ფულს. და იმისთვის რომ ეს ჩვენი რაც გვაქვს მაგალითად სახსრები ჩვენი შევინარჩუნოთ და ამ ინფლაციას გავაძლებინოთ და პირიქით უფრო მოგებაში წავიდეთ და არა გავაუფასუროთ ჩვენი ფული, ამისთვის არის რეალურად ეს ოქროს, არის ეს ბიტკოინის, ამისთვის არის ეს სტოკების, ამ ინვესტირება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამისთვის არის ეს ინვესტირება მნიშვნელოვანი, რომ ვიცით რომ ჩვენი ფული განიცდის მუდმივად ინფლაციას, გამომდინარე აქედან ეს ინფლაცია რომ არ განიცადოს, თუ გვაქვს რა თქმა უნდა ის ფული რომ დავაინვესტიროთ, თუ ყოველდღიურობაში გვჭირდება ეს ფული, ამაზე არ არის საუბარი. თუ გვაქვს იმის საშუალება მაგალითად რომ ეს ფული გვედოს მაგალითად არ გამოვიყენოთ, გადავდოთ ასე ვთქვათ მაგალითად და ყოველდღიურობაში აღარ გვჭირდება ან შეგვიძლია რომ გადავდოთ პირობითად რომ ვთქვათ თვეში მაგალითად 100 ლარი პირობითად შეიძლება 1000 იყოს ან მეტი იყოს პირობითად 100 ლარი რომ შეგვიძლია რომ გადავდოთ და ყოველდღიურობაში რა ხარჯიც გვაქვს ამას დანარჩენი ფული ჩვეულებრივ ფარავს მაგალითად იქ კომუნალურია თუ საჭმელია თუ რაც არის და ტანსაცმელია და იქ მეგობრებთან გასვლა თუ რაც არის ან ყველაფერი მაგალითად აი ამ ყველაფერს ვიცით რომ ჩვენი შემოსავალი ფარავს მაგალითად და გრჩება 100 ლარი პირობითად შეგვიძლია ეს 100 ლარი ტყუილად რომ არ გავაუფასუროთ დავაინვესტიროთ მაგალითად ან რაღაცა გავუკეთოთ ამ ფულს ან ანაბარი მაინც გავხსნათ მინიმუმ და დაერიცხოს რაღაც სარგებელი. მაგრამ უფრო მეტი სარგებელი აქედან არის. ხა ანაბარი თუ მოგცემს ერთ წელში მაგალითად, არ ვიცი, 10%-ს, აქ ერთ წელში ეს მოგცემს 20%-ს, ან 30%-ს. მეტს გაძლევს ეს. ამიტომ ჯობია უფრო ინვესტირება. განსაკუთრებით ბიტკოინში ამ ბოლო პერიოდში და ბიტკოინი დიდ აღმასვლებს, დიდი პროცენტულობით ძალიან დიდი გასროლები აქვს ოქროსთან შედარებით, ოქრო რო ამოძრავა, უფრო მეტი კაპიტალი სჭირდება, ბიტკოინს შედარებით ნაკლები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, ამიტომ ბიტკოინი უფრო ძლიერად მოძრაობს, როცა ფული შედინება ხდება ბიტკოინში, შეიძლება 100% კი არა, 300, 400, 500%-ით გაისროლოს და ის 100 ლარი, რომელიც ტყუილა შეიძლება გვდებოდა და ვერაფერში ვერ გამოგვეყენებინა, მაგალითად არ გამოგვეყენებინა და უბრალოდ გვდებოდა, შეიძლება ვაქციოთ მაგალითად 500 ლარად. ამიტომ ეს ინვესტირება მნიშვნელოვანია. უბრალოდ ინვესტირებისთვის ამ ვიყენებთ რაღაც 15 წუთიან ჩარტს არ ვიყენებთ. ვიყენებთ ერთ კვირიანს ან მინიმუმ ერთ დღიან ჩარტს.
აქ ვაკვირდებით სტრუქტურას, აქ ვაკვირდებით შემდეგ ამ moving average-ებს და ამის მიხედვით შევდივართ. აი, თუნდაც ერთ დღიანზე რომ შევხედოთ. აი, აქ გაარღვია სტრუქტურა, წამოვიდა pullback-ზე. აქ უკვე დაველოდოთ შემდეგ ჩვენ დასტურს, მაგალითად, აქ პატარა სტრუქტურის რღვევა იქნება, აქ შიდა სტრუქტურის რღვევა თუ რომელიმე moving average-ი, აი, მაგალითად 50 კატესტა აქ და შემდეგ გქონდა სტრუქტურის რღვევა აქ, ამას დაველოდოთ მაგალითად რიტესტის მერე და აქ დავაინვესტიროთ პირობითად და დაველოდოთ ოღონდ ეს ყოველდღიურად ამას რო უყურო დიდათ აზრი არა აქვს ხა ყოველდღე მარკეტი მუდმივად მოძრაობს იქ აქ აღმასვლა და მოძრაობს ასე ამიტომ ყოველდღიურად აქ რო აი იქ რო ავა პანიკაში ჩავარდე მე აქ ერთი სანთელი ქვემოთ რო წამოვა არ გვაძლევს ეს არაფერს ანუ შეგვიძლია როგორც კი აი ამას ვნახავთ რომ დაბლა წამოვიდა აქაც დავაინვესტიროთ მაგალითად აქაც ვიყიდოთ პირიქით კი არ გამოვიდეთ აქ და პანიკაში კი არ ჩავარდეთ რომ აი ჩამოვიდა და ზო დავკარგე მთელი ფული პირიქით აქაც შევიდეთ მე წამოვიდა ზემოთ აქაც შევიდეთ ან პირიქით გამოვიყენოთ რეალურად საჩვენოთ ეს ყველაფერი ესე იგი რომ შევაჯამოთ გვაქვს მოკლედ ორი სტრატეგია კვეთა ერთი არის კვეთა, რომ მაგალითად ოღონდ სტრუქტურასთან ერთად და ფასთან ერთად ვიყენებთ, გაარღვია აქ, წამოვიდა რიტესტზე, დაველოდეთ აი აქ moving average-ების გადაკვეთას, აი აქ გადაკვეთა, შევედით და დავუმიზნეთ. რამეს ერთი მეთოდი არის ეს. თუნდაც აი აქ წამოვიდა მე ისევ ქვემოთ, ისევ დაველოდებით ფასის გარღვევას და moving average-ების კვეთას და შევდივართ აქ ისევ. ერთი მეთოდი ეს, მეორე მეთოდი არის ის, რომ ველოდებით რომ გატესტოს ერთ-ერთი და შემდეგ ველოდებით იგივეს რომ გატესტავს, იქ რა რეაქცია ექნება. ამ შემთხვევაში აი არ ქონდა მაგალითად რეაქცია. ისევ 50 გატესტა, აი აქ რასაც ტესტავდა. წამოვიდა 50 გატესტა, ანუ შემდეგ ისევ ველოდებით ისევ 50-ის გატესტვას. გაარღვია 50 გატესტა, ისევ აი აქ შევდივართ. სწრაფი ტრენდისთვის ისევ იგივეს. წამოვიდა ზემოთ, რომელიმე დაარესპექტა აქ მაგალითად ეს ველოდებით რომ ისევ დაარესპექტოს ეს 20 დაარესპექტებს ველოდებით აქ დაბალ დროში დასწორს ან რეაქციას სტრუქტურის ხვევას აქ უკვე რადგან ვიცით რომ აქ გატესტა და ზემოთ წავიდა აქაც უბრალოდ ველოდებით პატარა დასტურს რომ გავაგზავნოთ ზემოთ ეს ყველა ჯერზე 100% შემთხვევაში არ მოიგებ რაღაც ეტაპზე ხომ გაგაჩერებს აუცილებლად აი აქ უკვე გაგაჩერებს მაგალითად აქ ვერ შეხვიდოდი რეალურად ტრეიდში ისეთი მოძრაობით გაარღვია ქვემოთ მაგრამ შეიძლება რაღაც გაჩერდეს აქ ცოტა ხანი ფასი მაგრამ ახალი აღმასვლა აღარ კონდეს და გაჩერდეს სადმე და წამოვიდეს ისევ ქვემოთ ამიტომ ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი მეთოდი ამის ირგვლივ შეგვიძლია სტრატეგია შევქმნათ რაც მაგალითები რაც გითხარით და ამ მაგალითების მიხედვით გამოიყენოთ ასევე დამატებით შეგვიძლია ბონუსად აი ამასაც გაჩვენებთ ეს შეგვიძლია day trader-ობას ვინც აპირებს მაგალითად day trader-ებისთვის აი ეს forex factory.com იძლევა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ეს არის ეკონომიკური სიახლეების გვერდი სადაც ნახულობთ რა სიახლეები გამოდის, რა დატა უნდა გამოვიდეს მაგალითად და ამ დატას აქვს ხოლმე მარკეტზე გავლენა. თავიდან გამოიყურება ხოლმე, აი ასე აქ ფილტრი აქვს. აი ასე გამოიყურება ხოლმე, თუმცა ამ ყვითელს დიდი გავლენა მარკეტზე არ აქვს, ან მარკეტის მოძრაობას დიდი გავლენა არ აქვს. დიდი გავლენა უფრო აქვს აი ამ ნარინჯისფერს აქვს ხოლმე გავლენა, მაგრამ მცირე გავლენა, დიდი სასწავლი გავლენა ამას არ აქვს, მაგრამ აი ამ წითელს უკვე დიდი გავლენა აქვს. აი ამ წითლებს რომ ვნახავთ, თუ day trader-ი ვარ და მაგალითად ვიცი რომ აი 3 ნოემბერს მაგალითად უნდა გამოვიდეს აი ეს სიახლე, აი ამ დროს უნდა ვიყოთ ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება დიდი გასროლა მოახდინოს მარკეტმა ნებისმიერი მიმართულებით. წინასწარ დატა არ ვიცით რა გამოვა
და data რაც გამოვა მაგის მიხედვით ახდენს შემდეგ რეაქციას მარკეტი. ანუ ამაზე ინფორმაცია წესით ჩვენამდე, სანამ ჩვენ აქ დავინახავთ რა გამოვიდა data, დიდი ფული ვისაც აქვს იმან უკვე იცის და მარკეტს ისე განაგებს, რომ რეალურად იქით წავიდეს, სადაც მათ უნდათ, მაგრამ რადგან ვიცით, რომ დიდი გასროლა შეიძლება გქონდეს, შეგვიძლია სანამ ეს მოხდება, ტრეიდები დავხუროთ, ან სპეციალურად ისე შევქმნათ ეს ჩვენი სტრატეგია, რომ ამან გავლენა არ მოახდინოს ჩვენ ტრეიდზე. რასაც ტრეიდობთ, მაგის მიხედვით აქვს ამას ჩვენთვის გავლენა. მაგალითად, თუ ტრეიდობთ დოლარს ევროსთან მიმართებაში, ჩვენთვის მნიშვნელობა იქნება იმას, დოლარის სიახლე როდის გამოვა და ევროს სიახლე როდის გამოვა. ეს არის მნიშვნელობა. აქ მაგალითად ავსტრალიული დოლარი რას აკეთებს, როცა მე დოლარს ევროსთან მიმართებაში ტრეიდობ, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. რაც არ უნდა გააკეთოს, ხა დიდ გავლენას ეს არ მოახდენს. ყველაზე დიდი გავლენა აქვს, რა თქმა უნდა, ამერიკულ დოლარზე. ბევრია დამოკიდებული, ეს თუ რაღაცას იზავს, მაგალითად, რაიმე პროგნოზის მიხედვით, რასაც ელოდებოდა, აი ეს არის ხოლმე, რასაც ელოდება მარკეტი, რომ რაც წესით data რაც გვაჩვენებს, ეს არის ხოლმე შემდეგ რა data გამოვა. ეს თუ დიდ სხვაობაშია, აი ამასთან, რასაც მარკეტი ელოდება, შეიძლება იყოს დიდი ვოლატობა და განსაკუთრებით, ანუ დიდი მოძრაობა მარკეტში, განსაკუთრებით, როცა არის დოლარის შემთხვევაში. ამიტომ day trade-რობას ვინც აპირებს, ეს გვერდი შეინახეთ და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ შეიძლება მოულოდნელად აქ სტრუქტურა რაღაც ზემოთ გიჩვენებდეს, ჩვეულებრივ შენ ტრეიდი აიღო, აი 7 რომ 5 წუთი დააკლდება და უცებ აქ გამოვიდეს რაღაცა data ისეთი, რომლის გამოც შეიძლება ქვემოთ გაუშვას მაგალითად მარკეტი და არა სტრუქტურა ზემოთ მიმავალი იყო და სტრუქტურის მიხედვით ზემოთ გაუშვას. და ტყუილა გაგაჩეროს არაფრის გამო. იმიტომ რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს ამის გამო ტრეიდი. თუ არის მაგალითად ისეთი data, რომ მაგალითად მარკეტი ნეგატიურად განეწყობა, შეიძლება ბევრმა გაყიდოს უცებ და წავიდეს მარკეტი ქვემოთ. არა და რეალურად მარკეტი ზემოთ იყო ამ მომენტში მიმართული. და მე ეს აუცილებლად გავითვალისწინოთ. მოდით დღევანდელ დღესაც, მაგალითად დღევანდელი დღე შეგვიძლია განვიხილოთ, აი moving average-ების გამოყენების კუთხით, უფრო ნათელი იქნება მაგალითი. მე რასაც ვტრეიდობ ყოველდღიურად, ამას შევხედოთ, აი forex. euro USD. ვიყენებ ძირითადად 15 წუთიან ჩარტს. ეს volume profile-იც უკვე სხვა გაკვეთილებში იყო და ნათელია აქ, რაც საკეთრეისთვისაც არის ეს. აი აქ მაგალითად, აი ეს ტრეიდი მქონდა აღებული და რატო? ნუ აქ მხოლოდ moving average-ების გამო არა, მაგრამ მე ნახეთ გატესტა 20 moving average-ი. მოძრაობის საშუალო, გაარღვია. ისევ აქ რომ მოვიდა, შევედი ტრეიდში და ნუ რაღაც მიზეზით მქონდა აი აქ დამიზნო ამას დავუმიზე. შევედი აი აქ. აქაც იგივე, გატესტა, წავიდა ზემოთ. შემდეგ უკვე აქ გატესტა, ნახეთ აი აქ გატესტა, სადა ზემოთ წასვლა, ვეღარაფერი, წამოვიდა ქვემოთ. ხა უკვე ველოდებით რომ გატესტა სხვა, დიდი დროების. აი ნახეთ 15 წუთიანზე 100-ზე რომ ვისაუბრეთ. ერთი დღის გასულ ერთ დღეს რომ უყურებს. ამ moving average-ების გატესტვის მერე ჩამოვიდა გატესტა 100. გაარღვია აქ სტრუქტურა, აი ზუსტად ეს მქონდა აღებული აქ რეალურად ეს ტრეიდი. რომ გაარღვია აქ ეს სტრუქტურა, ჩავედი აქ დაბალ დროში, მარტივად. დაველოდი აქ დასტურს. ველოდებით სანამ არ მოხდება ის რაც ჩვენ გვინდა. აი ჩამოვიდა, ხედავ order block-შიც ჩამოვიდა. გაატესტა ეს order block-ი. ეს order block-ი. გაატესტა აქ ეს order block-ი. გაარღვია სტრუქტურა. ერთ წუთიანისგან მე მინდა მარტო ის რომ უბრალოდ დასტური მომწეს. ისედაც ვიცი რომ წესით ამ მიმართულებით უნდა ვითრეიდო. ავიღებ აქ trades,
დაუმიზნებ სადმე. უფრო პატარა stop loss-ით შეიძლება რომ შეხვიდე. უფრო დიდი stop loss-ი მირჩევნია ხოლმე, იმიტომ რომ უფრო დაზღვეული ვიყო. ახეთ აი აქ სტრუქტურის თავი 15 წუთიანი სად იყო. უბრალოდ აქ რომ დაგვემიზნებინა 4 ერთთან მიმართებაში ტრეიდი იყო. მე რეალურად დამიზნებული მქონდა აი აქ, აი ამ წერტილს უმიზნებდი, აი აქ. აი volume profile-ის გაკვეთილს რომ ნახავ, აი ამას რა აქ რატო უმიზნებდი, ამას მიხვდები. აი ესე მქონდა ეს ტრეიდი აღებული, აი აქ. მე კიდე გააგრძელა ზემოთ, მაგრამ ჩემ გარეშე. მაგრამ არა უშავს. მარკეტმა ნებისმიერ რამე შეიძლება თქნას. მე ჩემი ტრეიდი ავიღე, შვენიერი ტრეიდი იყო. უცებ მოხდა ყველაფერი, ლონდონის სესია იყო, უცებ აი აქ დაიწყო ლონდონის სესია, აი ლონდონმა ეგრევე გადაწყვიტა რომ ზემოთ უნდა წასვლა. გაარღვია აქ სტრუქტურა, წამოვიდა რიტესზე და ერთი სწრაფი დიდი მოძრაობით წავიდა ზემოთ, ანუ უკან არც მოუხედია. წავიდა მშვენივრად, უცბად, ერთ დღეში 8 ერთთან მიმართებაში ტრეიდი იყო. ასე შეგვიძლია გამოვიყენოთ moving average-ები. აი აქ სხვა ფაქტორებიც იყო, ნახეთ. აი ეს ახლა მე უყურებდი აქ ამ ტრეიდის მერე ამ ყველაფერს, მაგრამ აი ნახეთ, აი აქ ხომ იყო სტრუქტურა. აი აქედან აქამდე დაუდე volume profile-ი. აი ამ სიცარიელებზე ნახეთ, სად იყო value area low, value area ეს თავარი კონტროლის წერტილი და value area high. წამოვიდა ეს ლიკვიდობა, მთელი ყველაფერი ლიკვიდობა რაც იყო აქ. აიღო, აი აქ სიცარიელეში გაჩერდა. აი აქ ნახეთ, ის ზუსტად სად გაჩერდა. ქვემოთ იყო ძალიან ცოტა ლიკვიდობა უკვე, ანუ თუ მარკეტს უნდოდა აქ რეალურად ზემოთ წასვლა, აი ეს ლიკვიდობა რეალურად აღარ ჭირდებოდა არაფერში. მთელი ლიკვიდობა აიღო აქ. აქ უკვე ისედაც ველოდებოდი რეაქციას. რეაქცია ჰქონდა, გაარღვია სტრუქტურა. ნახეთ, თან ჩემი რასაც ვიყენებ ის გატესტა. 100 moving average-ის გატესტა, გაჩერდა აქ, დაიჭირა ამან. ლიკვიდობა აიღო მთელი, გაარღვია სტრუქტურა. აი ამ ყველაფერს ერთად რომ მოვაჯამებთ, უკვე გვაძლევს კარგ დასტურს. აი აქ RSI-ზეც იყო შეიძლება დივერგენცია. RSI-საც ვიყენებთ როგორც ისეთი. კი, აი ნახე. აქ ფასი სწორად მოძრაობდა და RSI უკვე ზემოთ მიდიოდა. ანუ უკვე სისუსტე იყო გამყიდველების მხრიდან, სტრუქტურაც გაარღვია, ჩამოვიდა რიტესტზე შევედი. აი მარტივად. აი რომ არ გავართულოთ და ბევრი ფილოსოფიის გარეშე 15 წუთიანი ზემოთ მიდის, წამოვიდა რიტესტზე, აი რიტესტი როგორ მივხვდით რომ რიტესტზე მოდის, აი ეს პატარა შიდა სტრუქტურა გაარღვია. Moving average-მაც მოხდა დასტური, ხო ნახე, აი ამოდიოდა moving average აქ აღარ დაარესპექტა, შიდა სტრუქტურა გაარღვია, წამოვიდა ქვემოთ. აქ შეგვიძლია ზემოდან ქვემოთ მოვალი ტრეიდიც ავიღოთ, მაგრამ ისევ ტრენდის მიმართულებით ჯობია. ნუ აქ რეალურად ისეთ დროს იყო ეს, რომ ამას ვერ ავიღებდი ფიზიკურად. ძირითადად ლონდონის ტრეიდ სესიაში შევდივარ და ლონდონის სესიაში მოვედი, ლონდონის სესიაში გაიხსნა. ეგრევე სტრუქტურა გაარღვია, შევხედე აქ ლიკვიდობა აღებული აქვს. Moving average 100 გატესტა. ბოლო ერთი დღის საშუალოს, რასაც უყურებს, ანუ დაარესეტა მოძრაობის საშუალოსთან მოვიდა ბოლო ერთი დღის მოძრაობის საშუალოსთან. სტრუქტურა გაარღვია და წავიდა. მარტივად. ერთ წუთიანში ჩახვედი უბრალოდ აქ იმისთვის, რომ უბრალოდ დასტური მოეცა, რომ უბრალოდ სად შეხვიდე. აი order block-ი, ნახე სად იყო? აი აქედან ხო წამოვიდა ზემოთ. ამოვიდა და გაყიდა და მერე სტრუქტურა გაარღვია. ანუ აქ იყო order block-ი. ანუ შეგვიძლია დაბალ დროში შევხედოთ ამას. სად იყო order block-ი? აი order block-ი. მარტივად. მონიშნე order block-ი. შეგვიძლია პირდაპირ order block-ზე დაუდო მაგალითად აი აქ უკვე, აი ასე. პირობითად ან დაელოდო ერთ წუთიანის დასტურს. მე ეს მირჩევნია ხოლმე. შეიძლება ვიღაცა ესეც შევიდეს, ანუ ესეც კარგია. მაგრამ მე მირჩევნია, ჩემ ფსიქოლოგიას ესე უფრო მოსწონს, მირჩევნია რომ დასტური ვნახო, იქ ერთ წუთიანში შევედი, იქ ვნახე, დაუდე აქ stop loss-ი და 100 ავიღო ტრეიდი. შექმნილი შეინცესები
და იმ წესებით იტრეით. მოინგევერიჯებისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. არ დაგავიწყდეს გვერდის დალაიქება, გამოწერა და გატესტე ეს ტრეიდები, ესეც დამიტოვე კომენტარებში, როგორ გამოიყენე, რა ინფორმაცია მოგცა, რა დატა მოგცა, მომგებიანი სტრატეგიებია თუ არა. განვიხილოთ. აბა კარგად.